სამშაბათს და შაბათს საღამოს 19 საათიდან პირდაპირ ეთერშია ოთარ ხუფენიას საავტორო გადაცემა საუბრები ეკონომიკაზე. საღამომშვიდობის, მე ვარ ოთარ ხუფენია, პროფესიით ეკონომისტი და ვსაუბრობ პროფესიონალებთან ეკონომიკაზე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩემი სტუმარია ცნობილი ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე და უბრალოდ ეკონომისტების ყველას ჩვენთვის მიხეილ მიშა ჯიბუტი. მინდა თქვენი სახელით და ჩემი გადაცემის სახელით მადლობა უგიხატოთ ბატონო მიხეილ მოგზაურობისათვის, რომ თქვენ გამონახეთ დრო ჩვენს სტუდიაში მოგზაურობისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა თქმა უნდა, როდესაც ამ რანგის სტუმარია ჩემს პროგრამაში რაიმე ერთი კონკრეტული თემით შემოსაზღვრა არ იქნებოდა ჩემს მხრივ გამართლებული, ამიტომ რამდენიმე საკითხს შევეხებით, მაგრამ დასაწყისში დავიწყებთ ისეთი უმნიშვნელოვანესი თემით, რომელსაც მე ჯერ ჩემს პროგრამაში არ შევხები ვარ. ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თემა საქართველოს როგორც ახალი მზარდი დემოკრატიის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის სისტემის ტრანსფორმირება და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი აქვს ბატონ მიხეილს. აქვე ვიტყვი, რომ უკმაყოფილების განცდა და მე მგონი დღეს ამას ერთადაც გავივლით გვაქვს ყველას ამ ნაწილში ჩვენი რეფორმირების, ისე როგორც სხვა თვალსაზრისითაც, რომელიც ეხება ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოწყობას, ახალი თანამედროვე ინსტიტუციების ფორმირებას და მის გამართულ მუშაობას. ამაზე ალბათ დღეს გვეყოფა დრო თუ არა და შემდგომ შეხვედრებზეც ბატონ მიხეილთან, სხვა ჩვენს კოლეგებთან ამ თემაზეც ვისაუბრებ. ბატონო მიხეილ, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც არაერთ ინსტიტუციას ჩაუყარა თავის დროზე საფუძველი დამოუკიდებელ საქართველოში. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს არ ფუნქციონირებს ისე და იმგვარად, როგორც იყო ის თავის დროზე ჩაფიქრებული, ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ახლა დავიწყოთ იმ გამოცხადებული დეკლარირებული თემით. რა გჭირს? ჩვენ ვიცით, როდესაც საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან, ამ თემას შეჭიდებულია ჩვენი დიდი წინაპარი, დიდი ნიკო ნიკოლაძე და ვთქვათ, ფოთი ყველას ეყოფა, ამის მაგალითად და არა მარტო ფოთი, თბილისიც კი, როდესაც ის მოღვაწეობდა თბილისში დიდი ნიკო უამრავი ინოვაცია. შემდგომ თუნდაც საბჭოთა პერიოდი, როდესაც ეგრეთ წოდებული ფოთის ექსპერიმენტი, რომელიც ამგვარ თემას ოღონდ სხვა რაკურსში და სხვა პირობებით იქნა შეხებული, ახლა ლამის 25 წელია ვარ დამოუკიდებლები, ისევ ვეჭიდებით ამ თემას და მოკლე პრეისტორია ბატონო მიხეილ და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი ამ ტკივნეულ თემაზე თქვენთვის შეული აკადემიურობით და პირუტყნელობით. დიდი მადლობა ბატონო ოთარ მოწვევისათვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს, გისურვებთ წარმატებებს. ძალიან კარგია, რომ მიდის თქვენი ეთერით საუბარი ეკონომიკაზე, პოლიტეკონომიაზე, ეკონომიკის და პოლიტიკის ურთიერთობებზე და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია მოვახდინოთ იმ იდეების პოპულარიზება, მიტანა
რომ მასებს ჰქონდეთ საშუალება დღევანდელ პერიოდში მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ეკონომიკაში, რამე თუ ჩვენ ვიყოფებით გარდამავალ პერიოდში, სამწუხაროდ ეს პერიოდი უკვე კარგახანია, მეოთხედი საუკუნეა თითქმის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ ვცდილობთ ერთი კონსტიტუციური, ეკონომიკური და პოლიტიკური წყობილება შევცვალოთ მეორე კონსტიტუციური, ეკონომიკური და პოლიტიკური წყობილებით, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ კონსტიტუციის, იმ ეკონომიკური სისტემის პირობებში, ცოცხლები არიან დღესაც, აგრძელებენ მოღვაწეობას, მაგრამ ბევრისათვის, ვისთვისაც ეს პროფესია არ არის და საყოფაცხოვრებო ცხოვრებით აღიქვამს ეკონომიკურ პროცესებს, მათთვის არის ძალიან ბევრი რამ რთული. ამიტომ ჭირდება პროცესებს ახსნა, გამარტივება, პოპულარიზება, მითითებების მიცემა, დახმარება, რჩევა და სწორედ ეს პრინციპში ჩვენ გვაკლია. იმიტომ ადამიანებს თამაშობდნენ ჭადრაკს და უცებ შეიცვალა თამაშის წესები და იგივე ქალაქია, იგივე ქუჩაა და თამაშობს ახლა ნაარდს. ამას ემიგრანტის ეფექტის ტოლფასია ეს უცხო ქვეყანაში რო ჩახვალ და ეგუები ახალ წესებს, დაახლოებით ისევია ჩვენთან, მაგრამ ჩვენს სიტუაციას აქვს კიდევ ერთი ნეგატივი ამ და გამართულებელი მომენტი ის, რომ ეს წესებიც, ახალი წესებიც სრულფასოვანი სახით არ არის ჩამოყალიბებული. ამიტომ ნახევარი ჭადრაკს თამაშობს, ნახევარი ნარდს თამაშობს და აი სწორედ გარდამავალი პერიოდის სირთული არის ის, რომ შენ არ იცი რა აირჩიო, დალაგებული არაა, წესრიგი არაა დამყარებული და ამ პროცესში ჩვენ შევედით, ეს იყო ძალიან დიდი ექსპერიმენტი, საბჭოთა კავშირი, დიდი ექსპერიმენტი, რომელიც იყო აგებული ერთ იდეოლოგიურ პოსტულატზე, რომ საკუთრება არ უნდა არსებობდეს, რომ ბურჟუა მტერია, რომ დიდარი კაცი ცუდი კაცია, რომ კლასთა ბრძოლა ეს არის მთავარი გამსაზღვრელი, ამიტომ დამქირავებელი და დაქირავებულს შორის არის ანტაგონისტური წინააღმდეგობა, ანუ არაფერი არ ეშველება კაპიტალიზმს და დაქირავებულს, ის უნდა გაანადგურო და აი ასეთი ეს ამ პოსტულატებზე აგებული ქვეყანა იარსება და ჩვენ აი ვინც ვართ ჩვენი და ცოტა მეტი ასაკის მოესწრო ამ წყობილებას, მოგვიწია ცხოვრება, თუმცა მის ბოლო ნაწილში, ბოლო პერიოდში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრებულია და რაღაცა დოვლათი, რაც დაგროვილი იყო ამ ცენტრალიზებული მართვით, ცოტა კუდი მოგვიწია ჩვენ იმის ხარჯვის პერიოდში და წარმოშვა ასეთი მეხსიერებაში ადამიანებს დარჩათ, რომ კარგი იყო კოლმეურნეობა. იმიტომ იყო კარგი, რომ აი სასუქს რომ მოიტანდნენ ჩაის პლანტაციაში, ერთ ტომარას ჩაის პლანტაციაში დატოვებდნენ, ერთ ტომარას წაიღებდნენ სახლში. თუ კრებდნენ მანდარინს, ცოტა მომცრო რო იყო მარცვალი, იმას ჩააბარებდნენ კოლმეურნეობას, ხოლო ცოტა უკეთეს წამოიღებდნენ სახლში. მაგრამ ეს იყო ის ბოლოში, როდესაც მიდიოდა ამის განიავება და ნუ სისტემამ უკვე ცენტრალიზებულმა სისტემამ ამოწურა თავისი თავი ყველანაირად და მაგრამ დღეს ჩვენ ვერ შევძელით, რომ ცხოვრების დონე, საშუალო დონე ადამიანის ცხოვრებისა იყოს იმ დონეზე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს 1989 წლის დონეზე, ამიტომ ვისაც ახსოვს ის პერიოდი, მათ დარჩათ აი ესეთი ემპირიული ნოსტალგია, საყოფაცხოვრებო ნოსტალგია. ამიტომ საყოფაცხოვრებო ნოსტალგიის დაძლევამდე ძალიან ძნელია შენ უმტკიცო ის, რომ თავისუფალი ეკონომია, თავისუფალი ეკონომიკა, დემოკრატია და ასე შემდეგ, იმიტომ ემპირიული აღთქმით ის არის უკეთესად ცხოვრობდა მაშინ. ამას ემატება მეორე თაობის მეორე ნაწილი, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და მისთვის დამოუკიდებლობა არის მოცემულობა. დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება არის მოცემულობა. და ერთი მხრივ საბჭოთა პერიოდის ადამიანები, რომლებიც ვართ ჩვენ, და მეორე მხრივ მის შემდეგ ცხოვრები ადამიანები, ეს ორი თაობა არის სრულიად თავისი მენტალობით განსხვავებული. ერთს ნოსტალგიური რაღაცა პრობლემები აქვს, ამავე დროს განათლებულია და ასე შემდეგ და ამ თამაშის წესებს ვერ ეწევა მატერიალურად,
მეორე მხრივ, მისი შვილი, რომელსაც ეს პრეტენზია აქვს და მოტივირებულია და მისთვის მთავარია მიაღწიოს შედეგს და მათ შორის მატერიალურს და ეს წინააღმდეგობა ხდება იმას, რომ ჩვენ თაობაში ფულზე საუბარიც ზოგჯერ იყო პრობლემა, რაღაცა დავალებას რომ მიიღებდიან, რაღაცა უნდა დაგეწერა, რომ სხვენოდა რომ ეს დაესვა ძირითად მასას, ხო? აი ახლა ამსეთ სიტუაციაში ეს პროცესი, გარდამავალი პროცესის დროს ჩვენ დაგვთა მოვლენები, რომელიც უნდა გარდაქმნილიყო. მაგალითად, თუ იყო ცენტრალიზებული მართვა, უნდა ყოფილიყო მისი დეკონცენტრაცია, უნდა მოხდებოდა დეცენტრალიზაცია. თუ იყო დარგობრივი მართვა, უნდა გადასულიყავით რეგიონულ, ტერიტორიულ მართვაზე. მაგრამ იყო ისეთი თემებიც, რომელიც არ არსებობდა, ან დავიწყებული იყო. მაგალითად, მათხოვრობა, ხო? ქუჩის მათხოვარი ბავშვები, ხო? ეს არ იყო. ან უმუშევრობის საკითხი. და სისტემა იყო ამ იდეოლოგიაზე მორგებული, რომ უმუშევარი არავინ არ უნდა იყოს და უფრო მეტიც უმუშევრობა იყო დასჯადი. ამ დროს წარმოიშვა უმუშევრობა, წარმოიშვა ბევრი სხვა ისეთი მომენტი, რომელიც არ არსებობდა. არ არსებობდა ფასიანი ქაღალდების ბაზარი, არ არსებობდა დამოუკიდებელი ფულადი სისტემა. ამიტომ ეს ნელ-ნელა შესაქმნელი იყო, რომ ჩვენ გადავიდეთ აი ახალ სისტემის მდგომარეობაში. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? ეს პროცესი არ დასრულდა. და ჩვენი მთელი სირთულეები შეიძლება დავიყვანოთ იქამდე, რომ არც ერთი რეფორმა საქართველოში, რაც უნდა დასრულდეს და რამაც უნდა გვათქმევინოს ჩვენ, რომ დასრულდა, ჩვენ გადავიდეთ ახალ სისტემაში, ეს არ მოხდა. და ეს ართულებს, რა თქმა უნდა, იმ შედეგის მიღწევას, რომ ადამიანების ცხოვრების დონე იყოს შესაფერისი ევროპულ კაპიტალისტთან. კიდევ ერთი მომენტია, რომ ახალი ფორმების გაჩენასთან ერთად ნაკლოვანება არის ცოდნის სისტემაში, გამოცდილებაში და ერთ-ერთი ასეთი ფორმა არის თვითმმართველობის საკითხი. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი იყო ცენტრალიზებული. ცენტრიდან კი იყო გამოცხადებული ასეთი სისტემა, დემოკრატიული ცენტრალიზმი ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ, ხო, გადაწყვეტილების მიღების რამ, მაგრამ რომელიც ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. იყო თითქოს ადგილობრივი მმართველობაც, ეგრეთ წოდებული სასოფლო საბჭოების, აღმასრულებელი კომიტეტების და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ერთი ვერტიკალის რგოლები, მმართველობითი რგოლები. თვითმმართველობა სულ სხვა რამ არის. და როდესაც ჩვენ მივადექით ამ საკითხს, რომ ახალი სისტემაში უნდა გადავიდეთ ისეთი, როგორც არის ევროპული რისი ორიენტაციას და პრეტენზიას, ამბიცია ჩვენ გვაქვს, დავინახეთ, რომ ჩვენ თვითმმართველობა აღარ გვახსოვს. აი თვითმმართველობის ელემენტები, რაც ისტორიულად საქართველოში არსებობდა, ის დაკარგული გვაქვს. და თვითმმართველობის ელემენტი რა არის? აი სოფელში რომ ადამიანი უცებ გამოეყოფა ოჯახს და ახალი სახლის აშენებას რომ დაიწყებს და შეგროვდება სოფელი და დაეხმარება მას, ან და მორიგეობით რომ ნახირში მიდიან, ან ყანის დამუშავების დროს რომ ნადი ეწოდება, ეს ის ელემენტი, ან და ვიღაცას რო უჭირს, ან რა ხინი რომ აქვს და შეიკრიბებიან და ერთად აკეთებენ, ეს თვითმმართველობის ელემენტები შემორჩენილი სახითაა, მაგრამ თვითონ თვითმმართველობა ჩვენ არ გვახსოვს. ინსტიტუციურად დაკარგული გვაქვს, ხევში როგორი იყო თვითმმართველობა, მთაში როგორი იყო, ბარის ადგილებში როგორი იყო, მეცხოველეობის ადგილებში როგორი იყო. ამიტომ დადგა საკითხი, საიდან ავიღოთ ეს? აი თქვენ გზარეთ საბჭოთა კავშირში ეს მმართველობა იყო. ცოტა პერიოდში 18-21 წლის რესპუბლიკამ ეცადა ეს შემოეღო, ერთი არჩევნებით ჩაატარა, თუმცა ვეღარ განავითარა. ის რაც იყო საბჭოთა რუსეთის დროს, რუსეთში სხვათა შორის ეს თვითმმართველობა უფრო განვითარებული იყო, მაგრამ საქართველოში რაც დანერგეს, ის იყო ძალიან შეკრეჭილი თვითმმართველობა, თანაც იქ რეფორმა გვიან დასრულდა და თვითონ ვერ განვითარდა. ქალაქებში ფოთი აბრძანეთ, იქ უფრო იყო განვითარებული და თბილისში თვითმმართველობის, მაგრამ ეს ისე შორს იყო, რომ ეს მეხსიერებაში არ ჰქონდა. ამიტომ დადგა, რა უნდა გვენახა ჩვენ და საიდან უნდა აგვეღო მაგალითი. ნუ მაგალითი არის ასეთი, მაინც ევროპასთან მივდივართ, მაგრამ თავიდანვე უნდა ვთქვა, სოფლიოში არსად არ არსებობს თვითმმართველობის სტანდარტი. ეს არ არსებობს არა თუ პრაქტიკულად, არამედ დოკუმენტიც არ არსებობს ასეთი, რომ ვთქვათ, რომ აი არის ასეთი სტანდარტი. მაშინ, როდესაც არსებობს სტანდარტი, რა ვიცი, ყველაფრის მკურნალობის სტანდარტებიც არსებობს, ხო, სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით და პროტოკოლები არსებობს, მაგრამ აი თვითმმართველობის სტანდარტი, რომ ეს არის ასეთი, ეს არ არის.
ერთადერთი ასეთი დოკუმენტი არის პრინციპების დონეზე, ეს არის ევროპის თვითმმართველობის ქარტია, სადაც ჩამოყალიბებულია რამოდენიმე პრინციპი, რას უნდა აკმაყოფილებდეს თვითმმართველობა. დაუშვათ მაგალითად რატო უნდა შექმნა თვითმმართველობა. არის მაგალითად ჩვენ სინამდვილეში თბილისიდან იმართება მთელი საქართველო, მაგრამ თქვენ სოფელში ან ჩემ სოფელში ხო თუ რაღაცა საკითხები შეიძლება გადაწყდეს, ის უნდა გადაწყვეტოს სოფელი. თუ მუნიციპალიტეტი შეიძლება გადაწყვეტოს უნდა მუნიციპალიტეტმა. არ უნდა ჭირდებოდეს თბილისს და ცენტრალურ ხელისუფლებას აქ ჩარევა. ეს ერთი დებულება არის ასეთი, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები უნდა გადაწყვეტოს თვითმმართველობამ. ერთი. მეორე, ყველა საკითხს, რომელსაც შენ გადასცემ, ამას ეწოდება გადაცემული ადგილობრივი საკუთარი უფლებამოსილებათა გადაცემა. მეორე არის დელეგირება, შენ შეიძლება საერთო საქმე ქონდეს, მაგალითად ჯარში გაწვევა, ხო? და დელეგირება გაუკეთო ადგილზე თვითმმართველობას, რომ მან მოახდინოს მის ტერიტორიაზე ეს პროცესი, მაგრამ შენ უკეთებ დელეგირებას ცენტრიდან ერთიან სისტემად. ასეთი საკითხები უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მეორე მინიშნება, ყველა ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს მისი შესაბამისი ფინანსური ნაკადი. ბატონო მიხეილ, ახლა უნდა ჩართვასავთ. თუ არ გავაჩერეთ, მე ისე არ გავჩერდები. საქმე იმაშია, რომ ამ ნაწილში რაც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ის ობიექტური რეალობა გამოიკვეთა, რომელიც მახასიათებელია დიდი ტრანსფორმირებებისთვის. რა თქმა უნდა, არის საერთო წარსული, რომელსაც საბჭოთა წარსული ჰქვია, აბსოლუტურად სწორი აქცენტებია გაკეთებული თქვენს მიერ ამ შემთხვევაში, რომ ის არსებობს, ნოსტალგიურადაც არსებობს, მეხსიერებაში არის დალექილი და ხა ადამიანს თუ ინდივიდუალურად განიხილავ, ხა სამოდური თქმა ძალიან ძნელია, რომ ის მეხსიერებაში ბევრი რამ ყოფითი რაც არის გადაწყვეტილი იყო. ბუნებრივი პროცესია. მეორე დილის არ ეშინოდა, არც სკოლაში წასვლის, შვილის და შვილიშვილის გაგზავნის, არც იმისა, რომ თქვათ ავად გახდებოდა ვინმე და თქვათ მიიღებდა აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, ან თქვათ ნიჭიერი ვინმე თუ გამეორეოდა და თქვათ უმაღლეს განათლებას მიიღებდა და ბევრი სხვა რამე. ან თქვათ თუ დაინახავდა აშკარა უსამართლობას, სოფლის თავი კაცი იყო, საბჭოს თავმჯდომარე რაღაცა შეიძლებოდა მისვლა და რაღაც გადაწყვეტა, თქვათ პარტიული სტრუქტურაც, რომელიც მისი ზედნაშენი იყო და ეს ამ თაობაში არსებობს უდაოდ. ახალ თაობაში ერთს დავუმატებდი, თუ თქვენ დამეთანხმებოდით, ახალ თაობას არც ეს მახინჯი სისტემაც არ აქვს დანახული, მას სისტემა საერთოდ ვერ დაინახა ერთი რამე, რომ დღეს ერთი პარტიის რომელიღაცის ოფისია და ეს არის რაიკომი თუ საქალაქო კომიტეტი რაც იყო თქვა ჩვენი და უფროსი თაობის კიდე მეხსიერებაში, ესენი იცვლებიან აბრები, დღეს მოქალაქეთა კავშირია, მერე ნაცმოძრაობაა, მერე რაღაც სხვა არის, ანუ ესეც ვერა, თან ამდენიმე ასეთი რაიკომი და აღმოსკომია, უბრალოდ რაიკომი ამ შემთხვევაში და პასუხისმგებლობასაც კი ვერ იღებს მერე თავის თავზე იმ არჩევნების დღეების შემდეგ და ამ დროს ხელი არის ასე ვთქვათ დეკლარირებული, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, არათუ მივდივართ ასოცირებული წევრებიც გავხდით, ხელიც მოვაწერეთ, ავიღეთ პასუხისმგებლობა ვალდებულებები და შესაბამისი ინსტიტუციები ამას სამწუხაროდ არ მოყვება. დღევანდელი ნაწილი ამას დაუთმოთ და ერთ თქვენს მინიშნებაზე, რომელიც უფრო სხვა კუთხით, უფრო ასე ვთქვათ, როგორც თქვენ გეხერხებათ ხოლმე, უთხროთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ რატომ არის რომ არ არის რაღაც სტანდარტი შემუშავებული ამაში. ალბათ იმიტომ პირველ რიგში, რომ თვითმმართველობა და მმართველობა უცილობლივ გულისხმობს თავისებურებებს ნაციონალურ პირველ ამბავში და თქვა ნაციონალებში, თქვა ქართველების კუთხეებსაც აქვს თავისებურებები, რომელიც სწორედ ამ მოზაიკით არის საქართველოს საინტერესო და უგდავი და მარადიული სწორედ. ამის სტანდარტს ახლა რა თქმა უნდა ვერავინ სხვა ვერ დაწერს. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი ქართველების და ეხლა ბატონო მიხეილ ზოგადად შევაფასოთ ის კანონმდებლობა, რომელიც მივიღეთ, რაღაცნაირად უდაოდ დამეთანხმებით იმაში, რომ დადებითია, რომ ამას ხელი მოკიდა ხელისუფლებამ და საზოგადოებას ნელ-ნელა აცტუბიერებს ამის აუცილებლობას. მოდი ახლა თავიდან დავიწყოთ. რა საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს? შევაფასოთ ეს და მერე გადავიდეთ პრაქტიკაზე. დიდი მადლობა ბატონო და
საქმე იმაშია, რომ ჩვენ თქვით, რომ ამის სტანდარტი არ არსებობს, თუმცა არსებობს ჩამოყალიბებული პრინციპები. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით თქვენ, რომ სტანდარტი არ არსებობს, იმიტომ რომ თვითმმართველობა, როგორც საოჯახო ურთიერთობის სტანდარტი არ არსებობს, ასე არსებობს თვითმმართველობის, ეს არის ოჯახთა ერთიანობა მოცემულ ტერიტორიაზე, იქ ყველაფერი ახდენს გავლენას, ეს მთაშია, ბარშია, რომელ კუთხეშია რა და ეს ურთიერთობები და ეს სპეციფიკა, კლიმატიც კი ყველაფერი ახდენს გავლენას, ამიტომ ამ სპეციფიკას შენ ვერ დაიყვან და თვითმმართველობას ადამიანები აწყობენ არა იმიტომ, რომ რაღაცა ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც არის მაგალითად ავიაციის სტანდარტი, როგორი უნდა იყოს ფრინავი, ალბათ ყველა ფრინავი დაახლოებით უნდა იყოს ერთნაირი. ხომ, რაღაცა სტანდარტი აქვს. 2 მეტრიანი ნამდვილად არ უნდა იყოს, ან და როგორი უნდა იყოს, დიახ. და აქ არ ხდება ეს. ამიტომ შენ ამ პრინციპებზე დაფუძნებით უნდა მოაწყოს შენი ცხოვრება, რომ კომფორტულად იცხოვრო და შენ არ შეგეგნას უფრო მეტიც. ეს თქვენ კარგად ბრძანეთ, არათუ კუთხეებს შორის, სოფელს შორის და ღელის გაღმა და გამოღმაც შეიძლება იყოს განსხვავებული და ამიტომ არ უნდა ჩაერიოს თბილისი ამ საკითხებში, ჩვენ ამაზე გვექნება მსჯელობა, რომ იმას დისკომფორტი არ შეუქმნას, თავისი ამ სპეციფიკის არ ცოდნით. ნუ ამაზე მე ერთი მაგალითი მომყავს, მაინც უნდა ვთქვა, რომ საერთოდ ჩვენ აქ არაფერს არ ვიგონებთ, ყველა ადამიანი ხიდან ვარდება ქვემოთ. მიზიდულობის კანონის ძალის გამო, ესაა პრინციპი. მაგრამ სპეციფიკა რა არის? ეხლა საქართველოში ბაობაბიდან არ ჩამოვარდება კაცი, საქართველოში ჩამოვარდება ტყემლიდან. სადღაც ჩამოვარდება პალმიდან, სადღაც ბაობაბიდან, სადღაც ნაძვიდან, ხო? ან და სადღაც კაქტუსიდან. აი ეს განსხვავება არის, საიდან ჩამოვარდება, ესაა სპეციფიკა და უნდა გაითვალისწინო, როგორ უნდა შეეგუო ამ სიტუაციას. ეხლა რაც შეეხება როგორი გზა გავიარეთ ჩვენ. როგორც კი დამოუკიდებლობას პირველსავე დღეებში ამ საკითხზე ფიქრი დაიწყო ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლება. ერთ-ერთი პირველი საფიქრალი იყო თუ როგორ მოწყობილიყო ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის საკითხი. თუმცა ცნობილი მიზეზების გამო ეს პროცესი ვერ გაგრძელდა, შემდეგ ძალიან დიდხანს დაკონსერვდა, შემდეგ უკვე 95 წელს მივიღეთ კონსტიტუცია. კონსტიტუციამ განსაზღვრა ვადები, რომ 2 წლის განმავლობაში ეს უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა თქვა ერთი რაღაცა, რომ თვითმმართველობის საკითხები იქ და ტერიტორიული მოწყობის საკითხები გადადო იურისდიქციის სრულად აღდგენამდე. ამიტომ ამან ცოტა ამ კონსტიტუციურმა ჩანაწერმა ცოტა შეაფერხა პროცესი, მაგრამ შემდეგ ითქვა, ეს ეხება ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობას და არა თვითმმართველობას, თვითმმართველობა მოვაწესრიგოთ. შემდეგ მიღებული იქნა კანონი, თუმცა კანონი მიღებული იქნა ასეთი სიმბიოზი და ყოფილი რაიონების დონეზე ჩვენ მივიღეთ, სადაც იყო მართლობა, ანუ ცენტრალური ხელისუფლება იყო ჩასული და ცენტრალური ხელისუფლების ასეთ ჩასვლას ეწოდება დეკონცენტრაცია. ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ძველს ბევრ მეგობარს, კოლეგას, პოლიტიკოს მართლს ეშლება. პარლამენტის გადატანა ქუთაისში ეს არ არის დეცენტრალიზაცია. და ეს საერთოდ რა არის, მე გავარკვევ. და მეორე თემა, აკვე ვთქვათ, ახლა დეცენტრალიზაცია რაღაც სისტემის დეცენტრალიზაცია არის, როდესაც ტერიტორიული ფუნქციას გადაცემ სამართავად ქვემოთ. რა თქმა უნდა. და არა იმას, რომ გადაიტან სადღაც ერთ შენობას თუ მეორე შენობას. და იყო შემდეგ 98 წლის არჩევნები და ეს იყო სიმბიოზი, როდესაც იყო თითქოს თვითმმართველობაც იყო, მაგრამ ამავე დროს გამგებელი იყო დანიშნული. და ასე ამოვედით ჩვენ თითქოს 2006 წლამდე. 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება ევროკავშირის კონვენციის, ევროპული კონვენციის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და ამ პრინციპებით ჩატარდა უკვე 2006 წელს არჩევნები. 2006 წელს არჩევნებით საქართველოში ტიპიური თვითმმართველობა ჩამოყალიბდა პირველად. აი წმინდა სახის თვითმმართველობა. ეხლა მისი მინუსები, პლუსები შემდეგ შეგვიძლია ჩვენ გავარჩიოთ, როდესაც შევეხებით შემდგომი არჩევნები იყო უკვე მიმდინარე არჩევნები ხო თვითმმართველობის და მაგრამ თავარი მომენტი რა არის? თავარი მომენტი არის ის, რომ ჩამოყალიბდა თვითმმართველობის შესახებ კანონი, კანონმდებლობა, საბიუჯეტო განაწილება და დაიწყო პროცესი გაყრის
ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას უთხრა თვითმმართველობას, რომ ის რაც შეეხება შიდაგზებს, რაც შეეხება სასაფლაოებს, რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის რესურსებს, ის რაც შეეხება წყალს და ასე შემდეგ, ეს არის შენი კომპეტენცია, შენ მიხედი ამ საკითხს. და მაგრამ შესაბამისად ეს წყალი უნდა გადასცე, ეს შენობა უნდა გადასცე, შესაბამისად ბიუჯეტის შემოსავალი უნდა გადასცე და აი არც აღრა, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას გაუჭირდა ამ უფლებების გადაცემა და დღემდე თვითმმართველობას აქვს გადაცემული უფლებები, მაგრამ არ აქვს გადაცემული შესაბამისი ქონება და შესაბამისი ფინანსები. ამიტომ მთავარი მომენტი ის რაც დღეს ჩვენ გვაწუხებს და თვითმმართველობა დღეს მაგალითად ეს არის მუნიციპალიტეტების დონეზე არსებული სისტემაა, მაგრამ ის არ არის სრულყოფილი. და მისი არასრულყოფილების შესახებაც ვიტყვი, მაგრამ რა არის ეს პრობლემა, რატო არ გადასცა ცენტრმა, რას ეხება. მაგალითად ის რომ სასმელი წყლის საკითხს სოფელში და მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელობს თბილისში ცენტრალური რაღაცა ორგანო, ხო, ეს არის ნონსენსი. წყალი არის მისი საკითხი, აგერ ტარიფს ადგენ თუ არ ადგენ, არ უნდა ადგინო ეს ტარიფი, ეს გადაწყვეტოს და ადგილობრივად თვითმმართველობა. ის რომ სოფლის ირგვლივ ტყე რომ არის და ის არის სადღაც გაურკვეველია, ხო? გადასცე უნდა ის თვითმმართველობას სოფელს. ის რომ მიწა არის და სასოფლო სამეურნეო მიწა უნდა გადასცე თვითმმართველობა ერთი მხრივ. მეორე არის საბიუჯეტო შემოსავლები. საბიუჯეტო შემოსავლების პრინციპი არის ასეთი. ის რაც დაკავშირებულია მოცემულ ტერიტორიასთან, სადაც არის თვითმმართველობა, გადასახადები, ის უნდა რჩებოდეს ადგილობრივ ბიუჯეტს. ის რაც მასთან დაკავშირებული არ არის, ის უნდა წამოიღოს ცენტრალურმა ბიუჯეტმა და გადაწყვეტოს საკითხი. მაგალითად, დამატებული ღირებულების გადასახადი არ არის დაკავშირებული რომელიმე ტერიტორიასთან. რა თქმა უნდა. და ამიტომ ის უნდა იყოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალი. და არავინ არ გადავა. საბაჟოც ის რომ შენთან ტერიტორიასთანაა საბაჟო, ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ შენ ამ ტერიტორიას რაიმე კავშირი აქვს, ამის გამო მას რაიმე უპირატესობა აქვს. მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ქონების გადასახადს, დგას შენობა, ქარხანა, ფაბრიკა, არის მიწა და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი და ჩვენთანაც ქონების გადასახადი არის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი. მაგრამ ადამიანი, რომელიც დადის ამ ტერიტორიაზე შრომობს და ხელფასს იღებს და იხდის საშემოსავლო გადასახადს, ესეც არის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი თავისი შინაარსით. ჩვენთან ეს ფული წამოღებულია ცენტრალურ ბიუჯეტში და სხვათა შორის ძალიან ბევრია ის რომ ბიუჯეტი გაიზარდა ამდენჯერ, ხო? ერთ-ერთი მათ შორის არის ეს ამ გადასახადის წამოღება ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელმაც ეს ზრდა გამოიწვია, რომელიც ახლა არის 1.2 მილიონზე მეტი. აი ეს არის წყარო თვითმმართველობისათვის. და მოვედით დღევანდელ კანონმდებლობამდე. ახალი ხელისუფლება ეს გაკეთდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და თუ კი ჩვენ გვინდა და ვეძებთ და გვინდა ვნახოთ რომ სად იყო პროგრესი, მაგალითად სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვითმმართველობის ნაწილში, დამკვიდრების ნაწილში განხორციელდა ეს პროგრესული ნაბიჯი, მაგრამ ის არ დასრულებულა, არ მისულა ლოგიკურ დასასრულამდე და თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს პროგრესული ნაბიჯები გააგრძელა, ძიება და პროგრესულია ის რომ დაიწყო თვითმმართველობაზე ფიქრი და მიიღო კანონი. მაგრამ საქმე იმაშია რომ ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნება და მეორეა მისი ტექნოკრატიული განხორციელება. საქმე იმაშია რომ დღემდე ის პოლიტიკური ნება სწორი მიმართულებით აბსოლუტურად ევროპული რეალიზებული არ არის. და ამას უსწრის სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის პოლიტიკური ციკლებიც. იმიტომ არის ადგილობრივი არჩევნები, შემდეგ პრეზიდენტის არჩევნები, შემდეგ პარლამენტის არჩევნები და ამისთვის დეტალებისთვის ვერ იცლის, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი და მე ამით ახლა შეკითხვას აქ გავაჩერებ, რომ ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით ეს არის კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, აი შეიძლება ამ კუთხით განვიხილოთ ეს საკითხი და მათ შორის ინსტიტუციების საკითხიც როგორც თქვენ ბრძანებთ. ბატონო მიხეილ, რა თქმა უნდა, მე და თქვენ იცის საზოგადოება, ახლა არ განმეკუთვნებით იმ მკვლევარ ეკონომისტებს, რომლებიც ტაშის ბრელები იყვნენ, ან არიან, ან იქნებიან მომავალშიც, მაგრამ იქ რაც არის და ამიტომაც გულწრფელად ვთქვით, რომ დადებითაც უნდა ჩაითვალოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს პრიორიტეტად მიიჩნია, მაგრამ
თქვი და კიდე გავამეორებ. ტემპი იმისა თუ რა ტემპით მიმდინარეობს რეფორმირება, ტრანსფორმირება ამ სისტემის, ამაში გარკვეული უკმაყოფილების გრძნობა არის. აი მაგალითად, თქვენ ახსენეთ საშემოსავლო გადასახადი. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ პრაქტიკულად ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა თვითმმართველობას აძლიერებ, კაცი და ამბობ, რომ რაღაც უნდა გავაკეთო დელეგირებაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ფუნქციებისას და სხვა და ამ დროს საშემოსავლო გადასახადს, ანუ რომელიც იქნება იმ ტერიტორიაზე, როგორც თქვენ ბრძანეთ ხატოვნად ძალიან რომ მოძრაობს ადამიანი და იქ არის და იქ შეიქმნა ეს და ეს არ არის მართლა DGG და არ არის საბაჟო და ასე შემდეგ, ხო? ბუნებრივია ეს ხელუხლებელი დაგვრჩა და აქ მე მგონია რომ ხელისუფლებას ერთი სერიოზული საფიქრალი აქვს კიდევ. მე იცით ახლა მონაწილე ვარ იმ პროცესის, როცა იქნებოდა პროგრამა კოალიციის და ერთ-ერთი კამათი მე რაშიც მქონდა, რაზეც მქონდა სერიოზულად, ეს იყო სწორედ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით. იყო იქ მოსაზრება, რომ თქვათ 2% დარჩენილი იყო თვითმმართველობის მოჭრილად, კიდე ან შემცირებული იყო, დანარჩენი სხვა, ვითხოვდით ჩვენ დეცენტრალიზებას ამ თვალსაზრისით, ვეკუთვნოდი იმ ჯგუფს, რომელიც ამას აკეთებდა და საშემოსავლოს ფუნქცია ეს უნდა ყოფილიყო. და არა ის, რომ საშემოსავლო გადასახადის რაღაც პროცენტული პუნქტი გამხდარიყო, თქვათ, როგორც მე ამბობდნენ, ცუდად იქნა ეს გაგებული, ჩემი დაწერილია თავის დროზე და ცუდად იქნა გაგებული, რომ თითქოს ხუბენი აკეთებდა ტირაჟირებას იმის, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რაღაც პროცენტული პუნქტი 7 ყოფილიყო ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური საფუძველი. არა ბატონებო, ის ტექსტი სულ 6 გვერდია და არასწორად არის წაკითხული მავანის და მოვანის მიერ, სხვა რამე წერია. თუ ჯანმრთელობის დაცვაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ფედერალურია, დაზღვევაზე ვლაპარაკობთ, ეს ფედერალური სტრუქტურაა გერმანიაშიც კი, სადაც მიწევს თავისი კონსტიტუციებიც კი გააჩნიათ საპენსიოც, ასევე პრინციპებით და თქვათ უმუშევრობის დაზღვევაც. არა, საშემოსავლო დარჩენილიყო იქ, ხოლო აქეთა ნაწილი, რომელსაც ვლაპარაკობთ, ხო, თქვათ, 3 დიდი სოციალური რისკისა, ჯანმრთელობა, საპენსიო და უმუშევრობა, ამისთვის ყველა ქვეყანაში, ან თუ მივდივართ ევროპისაკენ, იქ ასეა, რომ ამას ქვია სადაზღვევო შენატანი, რომელიც გაიგივება საშემოსავლო გადასახადთან პრინციპულად არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის როგორც თქვით და მე თქვენს ეს აღნიშნეთ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ეს არის ძირითადი ადგილობრივი შემოსავალი პირდაპირ თავისი არსითაც და დანიშნულებითაც, ხოლო სადაზღვევო შენატანს აერთიანებს ის, რომ შრომის ანაზღაურების ფონდი არის დასაბეგრი ბაზა, თორე სხვა მას თვისობრივი განსხვავებები აქ და თქვენ იცით ეს ძალიან კარგად და ბევრმა ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა ამ ნაწილშიც ხმა არ იცის არანაირად. ანუ ერთი სერიოზული რამ, რომელიც ამ ახალი კანონის პრაქტიკულ რეალიზებას უშლის ხელს, ამ საკითხის გაუაზრებლობა ბოლომდე და ამაზე დისკუსიაც კი არ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. მეორე ნაწილი, ქონების გაყოფის შესახებ, ბატონო მიხეილ, აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, მაგრამ ისეთი ქონებაც, როგორც გახლავთ მიწა და სხვა რამ, შეუფასებელიც კი არის. ანუ ის რაც 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში დაიწერა, რომ შეფასებები მომხდარიყო, არ არის გაკეთებული დღემდე. 2.5 წელი გავიდა და ახლა ხანს ვკითხულობთ, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ისი დაფინანსებით რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული პილოტური რეფორმა. და ანუ გათვლები ამის. ანუ აქაც დავაკელით ხელი ის რაც დეკლარირებულია და გვიწერია კანონში, პრაქტიკაში უკმაყოფილება ჩვენი ამით არის ზუსტად გამოწვეული, არც ტემპი გვიوارგა ამ შემთხვევაში და არც ხარისხიც. ერთადერთი რაც მოსაწონია და კარგია, ესეც გულწრფელად თქვა ბატონ მიხეილის, რომ თვითმართველი ქალაქები, მერები გახდნენ პირდაპირ არჩეული ადამიანები, მაგრამ პირობითად ესეც ვთქვათ ბატონ მიხეილი, თუ ისინი ფინანსურად არ იქნებიან დამოუკიდებლები, ანუ ცენტრისგან, ამ შემთხვევაში თბილისისგან, გინდა არჩეული მერი ყოლია და გინდა გადარჩეული. ერთ და იგივეა, თუ ის მაინც მომლოდინეა ტრანსფერტს გახანაბრებით იქნება ეს გამაწონასწორებელი თუ მიზნობრივი, მხოლოდ მას და მას საკუთარი შემოსავლები არ იქნება. ასეთ შემთხვევაში მე შის გამოვთქვა. უბრალოდ, რომ თუ ასე გაგრძელდა ბატონო მიხეილი, ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ როგორ გითხრათ, დისკრედიტაცია ამ ძალიან დიდი იდეისა და რაღაც წლების მერე ვიღაცამ თქვას, რომ იცი არ უარგოდა ეს, აი გააკეთა ოცნებამ დაიწყო, მაგრამ ვეღარ მივიღეთ შედეგი და მერე ძალიან ძნელი იქნება იმის თქმა, რომ რამ გამოიწვია ეს უარყოფითი შედეგი. ამიტომ მგონია, რომ ახლა ითქვას ეს პირუტყვილად უკეთესია და ამ კუთხით გამოვხდეს მუშაობა და გაძლიერდეს მუშაობა. თქვენ 3 დიდი პრობლემა წამოვჭერით, ახლა
ჩვენ ბუნებრივია, მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვი, რა თქმა უნდა, მე დავიწყებ იქედან, რომ საშემოსავლო გადასახადის თემა ეს სულ სხვა, დაზღვევის თემა სულ სხვა. ამიტომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დაუშვათ იქ წინა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უმუშევრობა არ იყო და ის დასჯადი იყო, აქ თუ არის უმუშევრობა, ამას უნდა მოსდევდეს დაზღვევა. ჩვენ სოციალური რისკი ხო რეალურია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა რატო ვამბობთ საბაზრო ეკონომიკას? კაპიტალიზმის დაძახება, კაპიტალიზმს არ ეძახის მის თავს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ხშირად, იმიტომ რომ მათ ცხვენიათ იმ კაპიტალიზმის, რომელიც იყო მე-17 საუკუნეში და რომელიც იყო მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ისინი, ამიტომ მათ მოიგონეს ასეთი ტერმინი ეძახიან საბაზრო ეკონომიკას, რომ ის რაც იყო უბედურება და ჩვენ არ გვინდა აფრიკის კაპიტალიზმი, ჩვენ არ გვინდა ბანგლადეშის კაპიტალიზმი, ჩვენ გვინდა ევროპული კაპიტალიზმი და ამიტომ ჩვენ გარდამავალ პერიოდში ეხლა სიმპტომები გვაქვს ჩვენ აი ესეთი კაპიტალიზმის, უფრო მეტიც ინვესტიციებთან ნეოკოლონიალიზმის სიმპტომები გვაქვს. როდესაც ინვესტორი მალავს სახელს, გვარს შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს თავისი დამოკიდებულებით სამსახურში, არ აქვს შრომის ინსპექცია, არ აქვს შრომის სტანდარტი დაცული და ასე შემდეგ და ღებულობთ ასეთ ფორმას და ამიტომ გვინდა ჩვენ ემსჯელობა. ეხლა მეორე და დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რაღაცა, რომ დაუშვათ რაც შეეხება საპენსიო დაზღვევას, სხვაზე არაფერს არ ვიტყვით, ჩვენ დღეს საპენსიო სისტემას საერთოდ არ აქვს. არათუ ის რო გვაქვს მაგალითად სრული ანომალია, ვინც მუშაობს, ის უხდის იმას, ვინც მუშაობდა, ეს პრინციპი კი არა გვაქვს, ან დაგროვითი სისტემის რაიმე ელემენტი, აბსოლუტურად არა გვაქვს სადაზღვეო სისტემა. მაგრამ ეს კატასტროფული შედეგების მომტანია, იმიტომ რომ ეხლა რო დაიწყებ ამ სისტემის თუ არ გადახვედი დაგროვებით სისტემაზე, ჩვენ ვღებულობთ იმ დიდ უკმაყოფილებას, სამართლიან უკმაყოფილებას, როდესაც ადამიანებს არ აქვს განსხვავება პენსიაში მათი დამსახურების მიხედვით, შენ ამას აკონსერვებ და ჩვენ შვილებს წირავთ ასეთი დამოკიდებულებისათვის მის სიბერეში, როდესაც კაც დიდი შემოსავალი აქვს, დიდი ფული აქვს და არ აქვს საშუალება შეიქმნას დიდი პენსია. მეორე საკითხი, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის საკითხი დამოკიდებულება თვითონ არჩევნ პლუსი რა იყო ამ ახალი სისტემის. რა თქმა უნდა, პირველი პირების არჩევა იყო პლუსი. უდაოდ. ხოლო რაც შეეხება ქალაქის მერები ბრძანეთ თქვენ, მე ვამბობ მთლიანად გამგებლების არჩევნები და მათ შორის რაც შეეხება ახლა ქალაქის გამოყოფას, არა, მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც არ ეთანხმება ამ იმას, ნუ შეიძლება მქონდეს უფლება, იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ რეფორმაში საბოლოო ჯამში თავარი რელიეფური იყო რამოდენიმე ქალაქის თვითმმართველობის გამოყოფა და პირდაპირ არჩევნის სისტემის დანერგვა. პირდაპირ არჩევნების სისტემის დანერგვა უნდა ვთქვათ, რომ ეს დემოკრატიული გამარჯვებაა საქართველოში თვითმმართველობაში, ხოლო რაც შეეხება ამ ქალაქების გამოყოფას, აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ნაჩქარები და იყო იმ კონცეფციის ნაწილის შესრულება, რომელიც ცდილობდა, რომ შემოეტანა რეგიონალური თვითმმართველობა და რადგან მთელი ვერ განახორციელეს, ამიტომ დატოვეს ნაწილი. და მათ შორის ახლა მე ნონსენსს დავასახელებ, მაგალითად ამბროლაურის, ქალაქ ამბროლაურის თვითმმართველობა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ხო? ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. და ისევე მაგალითად თუნდაც თუ ზუგდიდის თვითმმართველობა და ოზურგეთის თვითმმართველობა, ამან წარმოშვა დიდი პრობლემები, ამან გაზარდა ხარჯები და ის არავითარ თვითმმართველობის ხარისხის, ანუ მომსახურების ხარისხის გაზრდასთან კავშირში არ არის. იმიტომ არც ტერიტორიული ის შეცვლილა, როგორც იჯდა ერთ შენობაში, თუ იჯდა ერთი საკრებულო, ეხლა ზის ორი საკრებულო. ერთი გამგებელი თუ იჯდა, ეხლა ზის ორი გამგებელი. ამიტომ ეს არ არის სწორი მიმართულება, ასევე თვითმმართველობის კანონში მოხდა ის, რომ ახალი თვითმმართველობის კანონმა ვერ გადადგა ნაბიჯი სოფლის თვითმმართველობის შემოტანისაკენ. სოფლისკენ ვერ გადადგა და ეს იყო კონცეპტუალური, მე ვფიქრობ და ვიტყვი იდეოლოგიური, ამ კანონის შემქმნელთა იდეოლოგიური მიდგომის ბრალი, რადგან ცდა იყო ასეთი, შექმნილი იყო თვითმმართველობა მუნიციპალიტეტი, შემდეგ შექმნილი იყო რეგიონული თვითმმართველობა და ყოფილიყო ორი დონე და მთელი მიზანი და პოლიტიკური ენერგია
თან ისტორიული დრო რეფორმებს რო იწყებ, მაშინ მომგებიანია სწრაფად გაგავს ეს საკითხი, მიმართეს იქეთკან რომ ორდონიანი თვითმმართველობა შეექმნათ და შეექმნათ გურიის თვითმმართველობა, გურიის პარლამენტის დონეზე. ანუ ფაქტურად შეექმნათ გურიის სახელმწიფო და აქეთ მიმართული იყო ენერგია აქეთკენ. მაშინ, როდესაც ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ოზურგეთში თვითმმართველობის ორდონიანი კონცეფცია სწორია ორი დონე. მაგრამ დონე უნდა შექმნილიყო ქვემოთ სოფლისკენ. ანუ სოფლის ან თემის თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტი. შემდეგ არა ვარ ჩვენ ახლა ისეთი რაოდენობის თვითმმართველობა არა გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტებს თბილისიდან ვერ შეხედო. ამიტომ შემოტანილი ხარ, მე მგონი ჩვენ ეს გასარკვევი გექნება, ახლა ვერ გავარკვევთ ამ დროში, ეს რეგიონალური განვითარების კონცეფცია აუცილებელია, მაგრამ რეგიონი ეს არ არის ადმინისტრაციული ერთეულად არ უნდა გამოყო. ჩვენ არ უნდა მივიღოთ გურიის სახელმწიფო, სამეგრელოს სახელმწიფო, კახეთის სახელმწიფო, სვანეთის სახელმწიფო, რაჭის სახელმწიფო, ჩვენ უნდა მივიღოთ განვითარების ერთეულები. მაგალითად, გვინდა მთიანი რეგიონის განვითარება, ხო, ახლა კანონია მუშავდება და სწორია. მთა მთლიანად არის კონცეპტუალურად რეგიონი. მთა არის ოზურგეთში თუ თელავში, ეხება ეს კანონი მას. გვინდა შავიზღვისპირეთი, აი შავიზღვისპირეთის რეგიონი. მაგრამ ეს სად შედის, რომელ ადმინისტრაციულში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ნაწილი შედიოდეს ზღვისპირეთის და არა. ანუ აქაც არის აი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, გასარღვევი და გასაკეთებელი. და ბოლოს კიდევ ერთი თემა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, საქმე იმაშია, რომ როგორც არ უნდა იყოს, როდესაც შენ გაიმარჯვე პოლიტიკური ნებით და კანონი მიიღე, სადაც კალენდარულად გაწერე, რა უნდა გააკეთო. თუ გაწერე, უნდა შეასრულო. დღეს მაგალითად თვითმმართველობის კოდექსში ბევრი პუნქტი უკვე აღარ სრულდება კალენდარულად. ეხლა მეორე საკითხია, თუ ვერ ასრულებ, არაუშავს ესეც ხდება, მაგრამ ამას ჭირდება კორექტივის შეტანა და თქვა, ამიტომ და იმიტომ რომ კანონს რო ადგენს, შენ პროგნოზს ახდენ, ბუნებრივია მოვლენებს წინასწარ ვერ განსაზღვრავ და ცვალებადია მოვლენები, მაგრამ შენ უნდა შეცვალო და თქვა, მაგალითად დღეს არ არის წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველი ორგანოების მიერ ანგარიშები და არ არის გამოქვეყნებული. ეს ეხება პრემიერ-მინისტრს, ეს ეხება აჭარის ხელისუფლებას, ეს ეხება დარგობრივ მინისტრებს. ანუ ეს გადამწყვეტია ინგრევა ქვეყანა ახლა შენ რა მithვალთვალებ რას ვაკეთებ? არა ბატონო, შენ ეჩვევი კანონის დარღვევას. და შენ კანონის დაცვას თუ მიეჩვიე ერთ ადგილას, ასეთ შემთხვევაში გაიმეორებ მეორე შემთხვევაში, სადაც შეიძლება ეს იყოს კატასტროფული. შენ უნდა ჩამაბარო ანგარიში, თუ ეს არ გაგიკეთე, ან და მეორეა, არ გაგიკეთებია, ან უნდა თქვა, რომ ეს მუხლი ამოვიღოთ, ანუ მე იმის თქვა მინდა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია, მაგრამ აი პოლიტიკური ნების და პასუხისმგებლობის თემა არის უმნიშვნელოვანესი. ბატონო მიხეილ, ამ ეტაპისთვის რაც ახლა რადგან მოძრაობა არის დაწყებული, მე გეთანხმებით აბსოლუტურად ეს პოლიტიკური გამარჯვებაც იყო, რომ ამ რანგშია აყვანილი ეს მიმართულება და არც ისე იშვიათად ჩვენ გავიგონებთ ასეთ ხმასაც, რომ ეს არის ჩათვლილი მექანიზმად, როგორ უნდა მონაწილეობდეს საზოგადოება სახელმწიფოს მართვაში და როგორ უნდა იყოს საზოგადოება მაკონტროლებელი. არ რაღაც განყენებულად, არამედ საუბარი არის იმაზე, რომ იმ სოფელში, იმ თემში ადამიანი რო ცხოვრობს, ის თანამონაწილე უნდა იყოს იმ პროცესებისა, რომელიც ქვეყანაში მიდის. ამიტომ ეს უდაოდ კარგია და შესანიშნავია. მაგრამ ის რაც თქვით, მე მინდა ამ კუთხითაც შევხედოთ, რაც ბრძანეთ თქვენ, რომ არა ადმინისტრაციულ ერთეულზეა საუბარი, როდესაც დაუშვათ საუბარი არის მთიან რეგიონულ განვითარებაზე. არის მეორეც, ვთქვათ, იმ ძველ ტერმინებს ახლა ვინმე არ დაგვაბრალოს, რაღაც ძველი თაობის დოსალგი გვაქვს, მაგრამ ვინც გვიცნობს ბატონო მიხეილ თქვენ და ბევრ ჩვენ მეგობარს,
თქვათ ჩვენ კომუნისტების დროსაც ჩვენი პუბლიკაციები ნახონ და ნაშრომები ნახონ და იქ ბევრ კომუნისტურს ვერ წაიკითხავენ შეიძლება სხვა რაღაცები იქნეს გამოკითხული ეხლა არ გინდა მართლა არ წაიკითხო ჩვენ ნაშრომები დაანებეთ წაიკითხოთ ზოგიერთი დისერტაცია შეიძლება წავიკითხოთ არა უშავს ამას ეგ არაფერი მაგრამ ბატონო მიხეილ ახლა რაში არის საქმე თავარია ჩვენ რომ მაშინაც ვკითხულობდით და ვწერდით რა თქმა უნდა ხო ახალი ანუ როგორც მე ახშირად ვამბობ ხოლმე ჩემი სტუმრები არ არიან ესეთი ადამიანები რომელსაც ხო დღეს დაიწყეს ფიქრი ეკონომიკაზე უფიქრიათ გუშინაც და გუშინწინაც ხო ასასია აი ნახეთ ბატონო მიხეილ რაზია ერთი არის კარგი რომ ეს მიმართულება არის აღიარებული და სწორი პრიორიტეტია გაჭერილი ამიტომ რაც მეტი იქნება აზრი იმაზე სხვადასხვა სპეციალისტების პირუთნელად ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე იტყვიან სად არის ეს ნაგლოვანებები და ან როგორ შეიძლება ეს გამოვაცროთ ეს იქნება უკეთესი ქვეყნისათვის მაგალითისათვის როცა ეს მიმართულება არის აი მე ყოველ შემთხვევაში საინფორმაციო სივრცეში სხვა საქმე მე არაფერი არ მაქვს ამას უყურებ კითხულობ და ასე შემდეგ ხო თქვენს და სხვაც ჩვენი მეგობრები ვერ ვხედავთ რა ხდება იმ თემის დონეზე რა სიახლეა რა მონაწილეობით როგორი ფორმით მიიქნა მათი ხმა მიტანილი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში და მე შესრულებაში თუ ეს უკავშირი არ არის ერთი მხრივ კი ბატონო სასიამოვნოა ვიცახეთ ცენტრიდან მაგრამ რეალობაში ეს მაგალითები სად არის როგორ არის გამოიკვეთნენ თუ არა ის ადამიანები რომლებიც აი ლიდერები არიან აი ჩვენ ეროვნულ თავისუფლებაზე რომ ვლაპარაკობთ იმ თემში თუ არ გაჩნდა მოდი ასე ვთქვათ გენეტიკური ჩვენი თამადის ინსტიტუტი ეს ის კი არ იყო მარტო ვინმე ღვინოს დალებდა ხოლმე არამედ სხვა თვისებების გამოც ანუ რაღაცა თავი კაციო ვიტყვით იმერეთში მაგალითად ხო სად არის გამოჩნდნენ ესეთი ადამიანები რომელსაც ეს შეძლეს და მიაღწიეს რაღაც წარმატება აი ეს არის კიდე საფიქრალი თორე ის დიდი საკითხები რომელზეც თქვენ ბრძანეთ როგორ ხდება ქონების გაყოფა შეფასებები და სხვა აქ რომ სხვა სამუშაო ამიტომ თუ ვატარებთ რაიმე დიდ ღონისძიებებს, ვთქვათ, კონფერენციებს და ასე შემდეგ, ხო, არა ზოგადად შეიძლება ასეთი თემატურები იყოს და ის ბევრად მეტ და უკეთეს შედეგს მოგცემს ეს ერთი, თუმცა ჩატარებას მივესალმები ასეთსაც, ერთი რომ თემატური იყოს და მეორეც მომზადებული უნდა იყოს სხვანაირად და შედეგები თეზისების სახით იქნება თუ სხვა სახით, უკან უნდა უბრუნდებოდეს საზოგადოებას, იმიტომ რომ ხა ჩვენც ვაპირებთ აქ ერთ-ერთ თემაზე კონფერენციას მომზადებას აი მე ხელთან გახა აი საქართველოს 2050 საათი წავიკითხე და უამრავ განსხვავებულ თავებში თქვენ მონაწილეობთ პირდაპირ და ასე შემდეგ ამ თემატიკაზე გვინდა მაგრამ აქ უშველებელი რამეა სტრატეგიაზე ასე დიდ რამეზე ჩატარება ალბათ არ იქნება სწორი მაგრამ ამოვიღოთ აქედან ცალკეული თემები მათ შორის თუ გნებავთ ეს რასაც დღეს ვსაუბრობ და გავაკეთოთ ეს და შესაბამისი პროდუქციას დავდოთ დავბრუნოთ საზოგადოებას სამჯეროდ და საფიქრად ეს ისე ჩართვისათვის მე არავის იმით არა ვარ ამ შემთხვევაში დაკავებული უბრალოდ ვამბობ რომ ეს უფრო ეფექტიანი იქნება კოეფიციენტი არ გიქმედებისა უფრო ბევრად მაღალი იქნება. ასე რომ ამ კუთხით მივყვეთ და ბატონო მიხეილ, ეხა ამ ნაწილში ჩვენი საუბრის შეგვიძლია აი პატარა და თუ თქვენ დამეთანხმებით, იმიტომ რომ გარკვეულ რეკომენდაციას ვაძლევთ ჩვენ აქედან საზოგადოებასაც, რომ ის რაც დადებითია აღვნიშნეთ, ეს არის კარგი, პოლიტიკურად სწორი მიმართულება, მექანიზმების დახვეწაზეა საუბარი და ამ იდეის პოპულარიზებაზე მიტანას ხალხამდე რეალურად, იმიტომ რომ ერთია რომ ადამიანს აძლევ ფუნქციას, მაგრამ მაინც არ იცის. დაუგრდეთ და იმ ადამიანსთან უკავშირს ამის გამოც ვეღარ მიიღებთ. აი ამ კუთხითაც არის მოძრაობა გასასვლელი მე მგონია მეთანხმებით. და ბატონო მიხეილ, ახლა ჩვენ ბევრი ჩვენ კოლეგა მეცნიერ ეკონომისტები ვიყურებს, ვიცი მე, ან მერეც გნახავენ ჩანაწერის სახით და მე მისაყვედურებენ ერთი კითხვა რო არ დაგისვათ. ჯონჯოლთა მიმართებაში ლარი რა შევა ბატონო მიხეილ. ხო, ეხლა ეს ძალიან რთული საკითხია. მე თქვენ ძალიან კარგად შეაჯამეთ, ერთ რამეს ვიტყვი უკავშირი ხელისუფლების ყოველსა და ინსტიტუციურად ძალიან დაბალია თვითმმართველობასთან დაკავშირებით. არსად არ შეჯამებულა დადებითი მხარეები უარყოფითი და ამიტომ თქვი კორექტირებასთან დაკავშირებით რაღაცა ეტაპის შემდეგ უნდა შეჯამდეს რეფორმა რა გამოვიდა რა არ გამოვიდა რაც გამოვიდა უნდა წავახალისოთ რაც არ გამოვიდა დღეისათვის არ გამოვიდა ის რომ უკავშირი სოფელიდან არ არის და საერთოდ ეს კავშირი ხელისუფლებამ დაკარგა და მე ვამბობ რომ ევროპიზაცია ამიტომაა საჭირო იგივე სიტუაცია გვაქვს ჩვენ აი ეხლა ყველაზე პოლიტიკური თემა გახდა ლარის კურსის თემა. ლარის კურსის თემასთან დაკავშირებით
ჩვენ არ ვიცით ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ ვიცით ხელისუფლების ცალ-ცალკე წარმომადგენლის პოზიცია. ერთი მინისტრი სადღაც იქ დაიჭერს კორესპონდენტი კუთხეში იმას მიაძახებს, მეორე იმას იტყვის, ბანკი სხვას ამბობს, პარლამენტარი სხვას ამბობს, ძირითადი მართველი ძალის წარმომადგენელი სხვას ამბობს, ექსპერტები სხვას ამბობენ და სინამდვილეში საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ ერთი ჩამოყალიბებული ერთი რომელიმე საკითხი, რომელიც წყვეტს ამ და გადამწყვეტი ფაქტორია აქ არ არის. ეს არის სისტემური მრავალკომპლექსიანი საკითხი. იგივე საგარეო ფაქტორები. ვიღაცა ასახელებს, რომ ეს ზრდის კურსს, ვიღაცა სინამდვილეში არის ორივე მიმართულების ფაქტორი საგარეო. იქ როდესაც დაეცვა კურსი რუბლის და უკრაინის და თურქეთის, ხო? იქედან რომ საქონელს ყიდულობს შენ, ის აძლიერებს ლარს, ხო? დოლარის კურსი ასუსტებს მის თემას, ხო? ნავთობის ფასის დაცემა აძლიერებს მას. ასევე არის უამრავი შიდა ფაქტორი, მაგრამ ამ ფაქტორთა შორის არის ისეთები, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ამის ხედვის საშუალება აქვს ხელისუფლებას. და ამავე დროს მე ის მინდა ვთქვა, რომ ეს ხელისუფლება ერთად თუ არ დაჯდა და შეაჯერეს ეს თემები, ისინიც ვერ ხედავენ. მაგალითად, პარლამენტში ამბობენ, რომ რას აკეთებს ბანკი ვერ ვხედავ, ბანკში ამბობენ, რას აკეთებს ფინანსის სამინისტრო ვერ ვხედავ, ფინანსის სამინისტრო აკეთებს, რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო ვერ ვხედავ და სინამდვილეში გამოგდის ის, რომ ყველა ამ სიტუაციაში მე ხელისუფლება იმიტომ მყავს, რომ მან უნდა ნახოს ეს გაანალიზოს და მე ფაქტორებზე და იმაზე პროგნოზებზე ეხლა მოხდება და იმედზე კი არ უნდა მელაპარაკოს, უნდა მითხრას მე ვხედავ ასე, ამისათვის ვაკეთებ ამ გზას. თანაც ეხლა ყველაზე დიდი სვლა არის ცდა შეცდომის გზა, გაჩერება არ შეიძლება. თუ შენ იცი რომ პროგნოზი არის ამდენი, უნდა იმოქმედო ამ მიმართულებით. და კიდევ ერთი უმდიდესი მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს. ხელისუფლება ნდობის ფაქტორი, ეს არის საკურსო და ფინანსურ და ფასების და ეკონომიკაში თითქმის 50%-ზე მეტი ზოგიერთ სიტუაციაში. ხელისუფლებამ უნდა აღიდგინოს ნდობა ხალხში, რომ ის, რასაც ამბობს, არის ისე, რომ ის მას არ მოატყვილებს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა თქვას, მე ეს ფიქრობდი ასე არ გამოვიდა, ეხლა მაქვს ეს მეორე ფაქტორი, ეხლა უნდა ვცადოთ ეს და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი და ამ მიმართულებით არც ერთი კვლევა არ ჩატარებულა. ეს ეხლა რომ კი მაგრამ თქვენ რომ ზიხართ კაცო ჩაატარეთ კვლევა, ჩვენ არ გვყოფნის ინფორმაცია. ვისაც აყარს ინფორმაცია, იმას არ ყოფნის სრული ცოდნა და მეცადინეობა ამ საკითხში. ხელისუფლებას პლუს ქართველი ეკონომისტების, მეცნიერების ჩვენ ვარგი ვართ თუ არ ვარგი ვართ, ბევრი ვართ თუ ცოტა ვართ, ხო? ჩვენი ცოდნა საკმარისია იმისათვის, რაც ხელისუფლებას დღეს ინფორმაცია აქვს, თუ იმას მოგცემენ ჩვენ და ჩვენ ერთად დავჯდებით, ჩვენ მივცემთ ზუსტ რეცეპტს და თუ ისინი გაურბიან ამ რეცეპტს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაიხსნენ იქეთ ტყეში დაბნეულივით და საითაც გზა კი არ არის, არამედ კიდევ უფრო დაიბრუნე. და რაც შეეხება ნდობასთან, ნდობის საკითხს ხელისუფლების, ეს გამოჩნდება ახლა პროგრამაში. თავრობა როდესაც წარდგება პარლამენტის წინაშე, ასეთ შემთხვევაში იმ პროგრამაში უნდა იყოს ლართან დაკავშირებით მისი პოზიცია, იქ იქნება ალბათ ის ინფორმაცია სრულად მოცემული, რაც ჩვენ არ ვიცით და ჩვენ ექსპერტებს, მეცნიერებს უღაში გვექნება საშუალება თქვათ, რომ ამასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებები მსოფლიოში რა პრაქტიკა არსებობს, რა გამოცდილება არსებობს და ამ გამოცდილების საფუძველზე კიდევ შეიძლება რჩევა და რეკომენდაცია მივცეთ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ახლა ჩვენ ლარის კურსის ან მზის დაბნელებას თუ გამოვიყენებთ ერთმანეთის ანგარიშწორებისათვის და ან გინებისათვის, ეს წამგებიანი და კიდევ არასად მოქმედებს ლარის კურსი. აბსოლუტურად გეთანხმებით და მეტიც ბატონო მიხეილ, მე აქ არაერთ სტუმართან მithქვამს ასეთი რამე, რომ როცა ჩვენ რაიმე პროგნოზს ვაკეთებთ, თქვათ ლართან მიმართებაში მტეს ბოლო თვეების უმწვავესი პრობლემაა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ შეიძლება დავაშინოთ მოსახლეობა და თქვათ არ მოუყვეთ ის, რომ ლარის დევალვაციამ შეიძლება მეორე დიდი დაავადება გამოაჩინოს, თქვათ ვერიდებით კიდე ამ ბოდიში არ მიყვარს გაწყვეტილება, მაგრამ გეტყვით. საქმე ისაა, რომ
ყველა პროცესს ეკონომიკაში აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. აი ინფლაცია რომ ინფლაცია, მას აქვს უამრავი დადებითი მხარე, შენ კრიზისიდან და უარყოფითიდან უნდა შეგეძლოს დადებითის გამოყვანა. მაგალითისათვის, რადგან თქვენ ბრძანეთ, აქაც გქონდა მე ამ თემაზე საუბარი რამდენიმე ჩვენს კოლეგასთან, თქვა მიზნობრივი ინფლაციით შეიძლება კარგად ათამაშო ამ სიტყვის სრული გაგებით, მართლა ითვალისწინებს ამას, სარგებელიც პო. მაგრამ ამავდროულად, აი ახლა თქვა დიდი აჟიოტაჟია 5% იყო ზრდა მთლიანში და პროდუქციის პროგნოზირებული, ახლა 2 და თითქოს ამით ინგრევა ან შენდება ქვეყანა. რა თქმა უნდა, ცუდია, რაც მეტი იქნება ეს პროცენტი უკეთესია, თქვა, გასაგებია, ხო? მაგრამ 4 თვის განმავლობაში, ბატონო მიხეილ, მე ვერ მოვისმინე, თუ უნდა მოისმინა ძვირფასწელი მაყურებელობა, ნახეთ სადმე დაწერილი, დამიკავშირდით და შევისწავლით ამას. მთლიანში და დაპროგნოზებული რო არის 5%, ის თავი მდგენელებისგან შედგება, ხო? რაღაცეების გამო ხდება ის მთლიანობაში 5%. ახლა ვიძახით, რომ აი გარეთ დაინგრა ყველაფერი, ამიზბრალია, თუმცა ტურისტი ნაკლები შემოვიდა და ამიზბრალია გზავნილები და ხო, ეხლა არ შეიძლება მითხრათ ბატონო ჩემო, ხვედრი წონები, რომელი ფაქტორის რა არის, რამ გამოიწვია ეს, ანუ არ მინდა ამის გაღრმავება იმის გამო რომ ახალ მთავრობას ალბათ იმ კვირაში იქნება თუ შემდეგ კვირაში უწევს პროგრამის დამტკიცება და თავიდან კრიტიკით არ მინდა დავიწყო, მაგრამ თუ აი ეს არ იქნა ამ კითხვაზე პასუხი გაცემული, პირობას ვიძლევი რომ გავაკრიტიკებ კიდევაც და ძალიან კაცობრიობას უნდა დავყიდეთ. ეს უნდა ითქვას, ხო? მაყურებელსაც და მთავრობასაც უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ თუ მათთვის სანერვიულოა ერთი კვირა სანამ რადგან პრეზიდენტმა გაახანგრძლივა ეს წარდგენის ვადა, დაჯდნენ ეხლა და იმუშაონ პროგრამაზე, რომლისთვისაც შეიძლება დრო არ ქონდათ იმ ერთ დღეში. ანუ აქაც თუ მათთვის ეს ერთი დღეს აღარ იყო, ვეღარ ექნებოდა. პლუსად გამოიყენონ ეს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, აი მე წყარეთ, ყველა ხაზზე შევადარებ წინა პროგრამას და ახალ წარდგენილ პროგრამას და ეს იქნება მონიტორინგის დამერწმუნეთ არა მარტო ჩემს მიერ, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ყველა წიგნიერი ქართველის მიერ, ეს იქნება ერთ-ერთი ისეთი ნიშანი, ნდობა აღდგეს თუ არ აღდგეს. თუ ეს იქნება კოპირებით გადმოტანილი და იგივე რაც იყო 2 წლის წინ წარმოდგენილი ხო პროგრამა, ასე შემთხვევაში დამერწმუნეთ, ეს იქნება არა დასაწყისი ახალი მთავრობის საქმიანობის, არამედ მისი დასასრული პოლიტიკურად, იმიტომ ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი ეკონომიკისათვის და ჩვენ ამას არ ვურჩევთ. ზუსტად ამ мотиваციის გამო წამოუწიეთ ეს საკითხი ბატონო მიხეილ და სხვა ვისთან უნდა წამომეწია, იმ შემთხვევაში თქვენ ყოველგვარი პირმოთნეობის გარეშე ხარ მიცნობთ მე თქვენთან უნდა იყოს ამაზე დიალოგი და ასე დიდ თემებზე კაცთან, რომელსაც ეს მეცნიერულადაც ნასწავლი აქვს, უკეთებია კიდევაც პრაქტიკულად ამ ჩემს ქვეყანაში, შეიძლება არც თქვენ და არც ჩვენ არ ვიყოთ კმაყოფილი შედეგებით, თქვა მეც რაღაცები დამიწყია, მაგრამ ბოლომდე ვერ მივსულ ვარ მიზეზ და გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იცოდნათ და გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ჩვენს თაობაში და ამ ადამიანებში, რომ და დიდი ნაწილი ჩემი სტუმარია და ამით ვამაყობ კიდევაც, ეს გულწრფელად მინდა ვთქვა, აი ამ პატარა ტრიბუნიდან, ახლა გითხარით ძვირფასო მეგობრებო, აი ეს ამოცანა თქვი არ იქნა ახლა დაძლეული და არ წარმოძდა რაღაც ახალი ხედვა, საიდანაც უნდა, რომელმაც უნდა გამოგვიყვანოს შექმნილი მდგომარეობიდან, მაშინ ბატონებო, ჩვენ დავიტოვებთ უფლებას იმისას, რომ პროფესიულად გავაკრიტიკოთ ეს შევაფასოთ კიდევაც და ვთქვათ, რომ იცით რა, ეგრე არ გამოვა ხალხმა. ასე არ გამოვა, იმიტომ ეს სერიოზული გამოწვევაა ახლა ახალი. დიდი გამოწვევაა ახალ კაბინეტს, ახლა ვის იქნება არჩეული და იმედი მაქვს, მე მაინც იმედიანად მინდა ვიყო ყოველთვის, რომ ეს გათვალისწინებული იქნება და მეტიც ბატონო მიხეილ, სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ მარტო ამ სტუდიიდან არ არის ეს. მე უამრავი ჩვენი საერთო მეგობრების და კოლეგების აზრიც ვიცით. ამას ხო უზიარებთ, ჩვენ ვართ ეკონომისტები, ამ ქვეყნის შვილები და გვაღელვებს ეს, იმიტომ რომ არ შეიძლება როგორ თქვენ ბრძანეთ მართლაც რა 3 და 4 თქვა იყოს ლაპარაკი იმაზე, ვინ ჩამოვახჭოთ, ეს არის ეროვნული ბანკი თუ ფინანსთა მინისტრი თუ ვიღაც სხვა და ამ დროს ვამბობთ უმარტივეს რამეს. სამივე მხარე ზარალდება ამ პარლამენტს ბატონო მიხეილ
4 თვის განმავლობაში ერთი შეკრება მოხდა პარლამენტში, პარლამენტის დამტკიცებული არის საქართველოში ბიუჯეტიც და ხა იფიქროს საკრედიტო პოლიტიკაც. ანუ რაც ხდება, ყველაფერი ხდება პარლამენტის დასტურით. ამიტომ პარლამენტი არის კანონმდებელი ის, რასაც ადგენს ვერ აირიდებს ამას. ამიტომ ეწოდება საკანონმდებლო ხელისუფლება, ანუ ვინც დაადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლება, ვინც ამის დადგენილს აღასრულებს. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ერთმანეთსაგან არ იმიჯნება. ოჯახში ცოლი და ქმარი ბავშვების მიმართ არ იმიჯნება, მშობლები ქვია ერთად და ეხლა იმის მიხედვით დაადგენ დაუშვათ იქ რომელმა სადილი მოამზადეს და რომელმა შეშავ მოიტანოს, ეს სხვა ფუნქციებია, მაგრამ ეს არ ხსნის მთლიან ბავშვები უნდა გაზარდოს მშობლებმა. ორივეს პასუხისმგებლობა ასევეა მთავრობას და პარლამენტის და სასამართლოს და ძალიან ოდიოზური დაუშვათ თავდაცვის სამინისტროს ერთნაირად პასუხისმგებელია ქვეყნის ყველა მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, კიდე ერთსაც ვიტყვი ბატონ მიხეილ, დამა შეგნებულად ვაკეთებ, მე ყველა ჩემი გადაცემის სასრულს და მათ შორის ბანკიც გამომჩა, მე იტყვიან რომ რაღაცა არ გამორჩა თუ დათქვათ აუცილებლად ბანკის კრიტიკა მოდაშია ახლა. კარგია. კარგია. ისე მე მოუწოდებდი 4 თვისზე სინქრონულად იმუშავეთ მეთქი რამ წამომასდევია ეს ფრაზა. არა, მე მაგალითად ახლა საბანკო ხელისუფლების წინაშე მე მაგალითად ასეთი პრეტენზია მაქვს. რატომ შეიძლება მათ არ აქვთ ისინი უფრო დინჯად უნდა იყვნენ და მათ განცხადებებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რატომ პოპულარულად არ ხსნიან, მათ აქვთ ჟურნალი, სადაც რომელსაც გამოსცემენ, მათ აქვთ საშუალება, რატომ არ ხსნიან რა არის რეფინანსირება და რა არის რეფინანსირების მარტივ რას ახსნან უნდა, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ ეჭვი, ხო? ეხლა რატომ უჩნდებათ ეჭვი ისეთ, რომ ამ რეფინანსირებასთან არის რაღაცა უბედურება დაკავშირებული. ეს მოხდა დაკავშირებულია კურსი სხვანაირად მოქმედებს, დაუშვათ რეფინანსირება მოახდინა, არ მოახდინა რეფინანსირება, მაინც შეიცვალა კურსი, მაგრამ ეს ეჭვი ხომ არსებობს. ამიტომ მესვეურებმა ამას არ ჭირდება პირველი პირები, მეორე პირების დონეზე, მესამე პირების დონეზე, კონფერენციის დონეზე, პრესკონფერენციის დონეზე ახსნან უნდა ეროვნული ბანკის ინსტრუმენტარიები. შემდეგ მეორე ხელისუფლება პირველმა არხმა თხოვოს უნდა მეცნიერებს და ახსნას რა კავშირი აქვს ფულად საკრედიტო პოლიტიკას და საბიუჯეტო ფისკალურ პოლიტიკას. ახსნან უნდა ეს მომენტი. უნდა ახსნან ის მომენტი, რომ ის მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია დაუშვათ საგადამხდელო ბალანსთან, ექსპორტთან და იმპორტთან, რა კავშირშია შემდეგ და როდის აისახება. ის რომ კურსი ეხლა შეიცვალა, როდის აისახება ის ინფლაციაში. ის რომ მაგალითად ჩვენთან არის ასეთი თემა, შეიცვალა ნავთობზე ფასი და ბენზინ გასამართ სადგურს უყურებს ეხლა ჩვენ უყურებთ და ვამბობთ, აქ რატომ არ შეიცვალა? არადა დადგენილი ამასაც ახსნა უნდა. სოფლიო ფასები, ეს არის ფიუჩერსული წინასწარი ფასები ნავთობზე და ბენზინში ნავთობის ფასი აისახება 6 თვის შემდეგ. ხო რომ ბუნებრივი აირის ფასი აისახება ნავთობზე ფასის ასახვიდან კიდევ 6 თვის შემდეგ. ხო და აი ასეთი თემები არის სასაუბრო. აუცილებლად და სხვა ბატონო მიხეილ, თქვენ ახლა ის იმ თემას შეეხეთ, რომლისთვისაც ვზივართ ახლა ჩვენ აქ ეს ორი ჭაღარაკაცი. იმიტომ რომ იქნება ეს ნიშა გავაჩინოთ საქართველოს მედიაში, რომ ასე პირობნელად ადამიანურად ველაპარაკოთ პოზიციური მსჯელობა პოზიტიური. მაგალითად ბატონ მიხეილ გარკვეულწილად ვამაყობ კიდევაც რა იმით რომ იანვარ-თებერვალში დაახვავეს პოლიტიკოსებმა ტერმინები აბა კრიზისია და ლამის აპოკალიფსამდე მივედით და დავჭეკით აქ ბატონ იაშა მესხია მე და კიდე მეორე გადაცემაში დათო იაკობიძეს და თქვით რომ ამა დეფინიციებია კაცო თავისი რა არის კრიზისი რა არის ინფლაცია რა არის დევალვაცია და სტაგნაცია და ამ შემდეგ და პატარა გაკვეთილივით ვამბობდით და ისე სხვათა შორის მერე მოერიდნენ ეს ტერმინები არ ესწრებოდა. აი ახლა როცა ახალი მთავრობის გადამტკიცების პერიოდი მოვიდა, დამტკიცება არ ხია ძირითადად შემადგენლობა ალბათ იგივე იქნება ისე. აი ახლა გუშინ წინ ისე შემადგენლობა იქნება იგივე, მაგრამ ეს პროგრამა უნდა იყოს ეს ვერ იქნება იგივე მინისტრთა კაბინეტი.
ჩვენ ეს უკვე იმიტომ მინისტრთა კაბინეტი არ არის სახელი და გვარები, მინისტრთა კაბინეტი არის პროგრამა. ექნება იგივე პროგრამა. ეს არის კატასტროფა. კი, იქნებიან კრიტიკის. და თქვენ რა გზარდეთ კრიზისთან დაკავშირებით? მე მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც უნდა რომ იყოს კრიზისი. დიახ, საქართველოში არის კრიზისი დაწყებული 1989 წლიდან და ჯერ ის არ დამთავრებულა. და ჩვენ არ დამთავრებულა სამწუხაროდ ეს ასია, საქართველოს იმყოფება 25 წლიან კრიზისის პერიოდში და ჩვენ ვერ მივაღწიეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს 1989 წლის დონეზე, მერყევობთ ხან ავალთ 80%-ზე, ხან ჩამოვალთ, ეხლა ზოგი ამბობს 85%-ია 99 წლის. ამიტომ ერთი ფონი ჩვენთან მუდმივი არის კრიზისული, საკითხი ეხება კრიზისის შიგნით მოძრაობას. და ეს არის შედარებითი ანალიზის საკითხი, რომ შენი საკითხი დღეს თუ გაქვს პლუს 1 ზრდა წინა დღესთან შედარებით არის თუ არა ეს კრიზისი. ეს კრიზისი არ არის, თუ იქ არ არის მინუსი და რა დაცული არ არის რამოდენიმე თვეები. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ამსუბუქებს. მთლიანად პერიოდს თუ პერიოდი კრიზისულ პერიოდში ვარ და კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ 2% იქნება, 3% იქნება, 4 იქნება თუ 5 იქნება, ეს არ შველის იმ ამბიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ თუ არ დაგვირჩა ზრდა, რომელიც მოგცემს მინიმუმ 10 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ჩვენი ცხოვრების ორჯერ გაუმჯობესების საშუალებას, ჩვენ თუ არ დაგვირჩა კიდევ უფრო მეტი ზრდა, დაუშვათ 7%-დან და ორნიშნა ზრდამდე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება და ასოცირებული წევრები ევროკავშირის შეიძლება ვიყოთ 500 წელი. ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ მივაღწიოთ იმ კრიტერიუმებს, როდესაც შენ ჩვენი წარმოშობით და გენეტიკით კი არა, ეკონომიკურად და დემოკრატიის თვალსაზრისით რო დაგერქმევა ევროპელი. თორემ ჩვენ დღეს ახლა ეკონომიკურად და ჩვენი პოლიტიკით ვართ, არ ვიცი ახლა წარმოვიდგინოთ, მე არ მინდა აფრიკას ხშირად ვახსენებ, ხო? ალბათ რომელიღაცა galaktikაში რო არის ყველაზე ჩამორჩენილი ტომი. მაგრამ ევროპელები ვარ წარმოშობით. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ინგლისში მათხოვარი რა და გლახაკი არ გინახავთ, დაახლოებით ისეთ სიტუაციაში ის რა ევროპელია, კი ბატონო, ევროპელია წარმოშობით. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცენტებთან საუბარი. ეს პრინციპული საკითხი არის ხელისუფლებისათვის მისი გათვლებსა და შედეგის შეჯამებისათვის. ანუ კონკრეტული სახელისუფლებო და საპოლიტიკო კამათის თემაა, თორემ ქვეყნის მასშტაბით თუ შევხედავთ, ეს არის კამათი დაახლოებით როგორც დიდ ინსტიტუტს რო ხელმძღვანელობდა დამლაგებლები რო კამათობენ, რომელს უნდა დაესუფთავებინა ოთახი. რა მნიშვნელობა აქვს? თავარია რომ ოთახი არ არის სუფთად, ან არის სუფთად. იგივეა საქართველოს თვალსაზრისით გადახედვის და პერსპექტივის თვალსაზრისით 2 და 5% არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობისათვის ჩვენ არ მიგვიღწევია და უნდა ვეცადოთ რომ გავიდეთ მინიმუმ 7%-იან და საუკეთესო შემთხვევაში ორნიშნა 10 და მეტ ზრდის პროცენტზე, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვერ გადავჭრით ჩვენს ამბიციურ ამოცანას ევროპისკენ. გეთანხმებით ბატონ მიხეილ და რაც უფრო მართალ და ასეთ სიმართლეს ვეტყვით, არა მარტო ჩვენ ეკონომისტები, არამედ პოლიტიკოსები საზოგადოებას, მით უკეთესია, რომ არ გაჩნდეს სრულ მოლოდინები, სრულ ოცნებები, რომ ხვალ დილას გავიღვიძებთ და შუაგულ ევროპაში ამოვშთებით. რეალურად უნდა ვთქვათ და ამას დავამატოთ უნდა. ჩვენ და ხელისუფლება ადამიანებს ის აწუხებთ, რომ ხელისუფლება უკვე ევროპაშია. ხო და ჩვენი პრობლემა არის ერთი, ხელისუფლება ევროპაშია, უბრალოდ ხალხი არაა ხელისუფლებაში, თორემ ყველაფერი იქნებოდა წესრიგში. აი მშვენიერი გადაბმა გამოვიდა ნამდვილად და ეს არის რა თქმა უნდა ასეც არის, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ცოტა რომ დავბრუნდეთ უკან იმის თქმა ჯობია, მეტიც უნდა ითქვას ისიც რომ ხშირ შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში ის რასაც გარე ფაქტორებს ეძახით, ეს გეოპოლიტიკური ფაქტორებია, რომლის უპირველესი ამოცანა არის ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა. მე ხშირად ვამბობ ამას ცოტა გამოკვეთილად არა, ირიბად მივანიშნებ იმაზე ჩემს საზოგადოებას, რომ დიდი მეგაპროექტების განხორციელება ეკონომიკურ მხედველობაში საქართველოში მანამ სანამ ეს გეოპოლიტიკური საფრთხე არ არის გადაწყვეტილი, ანუ რაღაც სახურავ ქვეშ არა ვარ ნორმალურად გადაწყვეტილი, ძნელი იქნება და აქაც არ უნდა გავაჩინოთ სრულ იმედები და სრულ მოლოდინები. თორემ იქ თქვენ არ დაგეთანხმოთ კაცი რომ თქვათ ორნიშნა ციფრებით ზრდა თუ არ იქნა ის ამოცანები დაგვრჩება
ოცნებებად და ნატრად და მეცაც ვიტყვი არა მარტო ეს როგორც აქ-იქ გვესმის ხოლმე ჩვენს ყველას რომ გაინფლიანში და პროდუქტი არის 3.6 ერთ სულ მოსახლეობის საქართველოში უნდა იყოს 10-12 ასენ ესეც აღარ არის საკმარისი თუნდაც რომ 12 მაგის საკითხი ჩვენთან გადაიჭრა ძალიან მარტივად ეხლა ჩვენ ამ ახალ ხელისუფლებას გაუმართლა შარშან ვიყავით ჩვენ მოსახლეობის რაოდენობა 4.5 მილიონი ეხლა აღწერის შემდეგ ვართ 3.700.000 ეს არის კატასტროფა ეს არის საქართველოს დაცლა საქართველოს მოსახლეობისაგან ქართველებისაგან და აქ ადაპტირებული სხვა ერის მოსახლეობისაგან ეს კატასტროფა ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ და ამას ყველას ეხება ეს მაგრამ რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ის გაცილებით გაუმჯობესდება 15% გაცილებით გაუმჯობესდება სუდად იქნება საქმე არჩევნების დროს როდესაც 3.5 მილიონი ამომრჩეველი საიდან უნდა მოვიყვანოთ ეს ცოტა ძნელია არ ვიცი მე მგონი ასაკი უნდა დავწიოთ 2 წლამდე რა არჩევნებში ეს ძალიან ეს მე მაინც თქვენს ვთხოვთ ეხლა ვისთან იქნება მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ყველა ერთად ზარი უნდა შემოვკრათ საქართველოსთან მოსახლეობის შემცირების გადინების და ამ მაჩვენებლით რომელმაც ჩვენ 100 წლით დაგვწია და ეს ის შემთხვევა არ არის 100 წლის წინ თუ იყო ასეთი შემთხვევა ნორმალური იყო სტრუქტურა დღეს ეს სტრუქტურა დარჩენილია ასაკოვანი ადამიანები ფერტერულ ასაკში და ახალგაზრდები გასულია ქვეყნიდან და მათი დაბრუნების პერსპექტივა ძალიან შორეულია მათი კონტაქტის და ვიღაცას თუ გონია ისინი კარგი საექსპორტო საქონელია და ფულს გამოგვიგზავნის ის უგზავნის სანამ დედი ყოყავს მამი ყოყავს ძმა ყავს შემდეგ ხდება ამისი ადაპტაცია ახალ გარემოში და საქართველოსათვის მისი ახალგაზრდული სამუშაო ძალა რომელიც ერთ-ერთი რესურსია რჩება გამოუყენებელი ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ალბათ არაერთი გადაცემა მე უფრო მეცაც ვფიქრობ მე ვფიქრობ რომ ამ იმას უნდა მიუძნა მთლიანად ჩემი დარჩენილი ენერგია რომ მომბილიზება გავაკეთო ყველა რესურსის რათა ეს პროცესი შეჩერდეს ხალხი საქართველოსთან არ უნდა გარბოდეს ხალხი საქართველოსთან გაქცევა ეს არის ყველას მარცხი ხელისუფლებაში ხარ თუ არა ხარ ეს ნიშნავს საქართველოს დაჩქარებული ტემპით დაცლას ქართველებისაგან და ეს ნიშნავს ქვეყანას პირამიდებით სადაც პირამიდების ამშენებლები აღარ ცხოვრობენ მართალი ბრძანდებით და ტკივნეულია ეს ახლა გუშინდელს აქეთ ბატონო მიხეილ მე ახლა ვიყენებ სოციალურ ქსელს ასე ვთქვათ ინფორმაციისათვის და აზრებს უზიარებთ ათასობით ადამიანს ერთმანეთს ერთ-ერთი მძიმე შესახედი ახლა აი ინტერნეტის გახსნაც აღარ მინდა ისეთი აღშფოთებული ხმა ისმის ნორმალური ინტელიგენტი ადამიანებისა მაგრამ ახლა ნახეთ რაში არის საქმე მოდი ესეც ვთქვათ ღიად რა როცა 2 წლის წინ და გამოქვეყნა ეს კიდევაც ბატონმა ანზორ თოდაძემ თქვა რომ 3.7 მილიონი გასულ ჩვენი დემოგრაფები ძალიან სწორად ამბობდნენ კი მაგრამ მე ახლა რამდენიმე ასეთ შეხვედრის მონაწილე ვარ სადაც ბატონი ანზორიც იყო უნდა ვთქვა აუცილებლად ავთო სულაბერიძეც ასე დემოგრაფი და ყველა ღებულობდა ამ ციფრს ღებულობდა ძალიან კარგად ერთადერთი ძალა ვისაც ამ ციფრებს საუბარი არ უნდა და ეს იყო პოლიტიკოსები და დღეს გაირკვა ცალსახად იმიტომ რომ 3.600.000 საიდან იპოვიან ამომრჩეველს რაც ამ 3.700.000-დან 3.700.000-დან ეს არის წარმოვიდგენელი ყოველ შემთხვევაში ჯობია პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ ამაში და უნდა ითქვას აუცილებლად უნდა ჩაერთონ მე ძალიან გამიხარდა არჩევნები ჩვენ არ უნდა გავაყალბოთ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს 3.700.000 გვექნება სანატრელი. დიახ და აი ერთ-ერთი სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა ძალიან გამიხარდა გუშინვე გააკეთა განცხადება ამ ციფრების გამოქვეყნების მერე ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის და მან მართლა განგაშის არის აი პირველად დავინახე პოლიტიკოსი ამ რანგის რომელსაც გაშიშვლებულად თქვა ის რომ აი ახლა რასაც ვაკეთებდით თქვა სოლიდარობის ფონდით დემოგრაფიის ფონდით რაღაცა არის უნდა გააცქეთდეს და გაათვალისწინოთ სხვა გამოსავალია კიდევ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა ეს ფონდები ამას არ უშველის აი ეს მინდოდა მე არ უშველის დემოგრაფიული პოლიტიკა ამ სიტუაციას არ შველის ეს არ არის უნდა შეექცეთ რატმა უნდა ეს არის სხვა მოვლენა ადამიანები გარბიან ქვეყნიდან და მილიონი კაცის და 800.000 კაცის
დანაკლის მექანიკურ შემცირებას შენ ბუნებრივი მატებით, ესე იგი 80 შვილი რო გააჩინოს, ის ხალხი არის მოსაბრუნებელი საფერtildeო რასაკში. ამას ვერ შეავსებს. კარგი, ბატონო მიხეილ, მე ახლა ამ შემთხვევაში მოგმართავთ არა როგორც მხოლოდ ჩემს სტუმარს გადაცემისას, არამედ საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ადამიანურ კოლეგიალურ პასუხს პირობას გაძლევთ, აქტიურად მივიღებ მონაწილეობას, ითავოთ უნდა თქვენი ასოციაციიდან, რაც შემეძლება და ეს სტუდია ღია იქნება იმისათვის, რომ ამისთვის დაგითმოთ ყოველთვის ასპარეზი. ერთ-ერთი ძირითადი თემა ახლა დავაანონსებ კიდევაც, უახლოესი პერიოდის სწორედ ეს სტატისტიკა იქნება ჩემს პროგრამაში, ამ ადამიანებსაც მოვიწვევთ, სხვებსაც, იმიტომ რომ მე ისე არ გამიგოს, რომ მხოლოდ დემოგრაფებს დაუთმობ ახლა ეთერს. ეს გაშორდა დემოგრაფია. გაშორდა უკვე, რა თქმა უნდა, გაშორდა. ეს არის უკვე ეროვნული პრობლემა, ნაციონალური პრობლემა პირდაპირ. ესა, რომელსაც ჩვენი ხალხი გრძნობდა, ბატონო მიხეილ, მაგრამ ახლა განსხვავებით იმისა 2 წელი წინანდელისა, დღეს ჩვენ რეალური შესაძლებლობა გვაქვს ვალიდური იმის, რომ ამ ციფრებზე დაყრდნობით ვილაპარაკოთ დემოგრაფიები რო ამბობდნენ, მე უნდა ვაღიარო რა სადღაც კუნჭულში იქეთ გულის კუნჭულში ფიქრობდი რომ ეს თლადასი არ იქნება მაგრამ ეხლა შოკია ხო შოკია თანაც ჩვენ ეხლა არ ვიცით მეთოდიკა არ ვიცით ხარისხი ამ აღწერის და არც ის ვიცით დაუშვათ ეს ციფრი რამდენი პროცენტით მერყევობს ეს ციფრი არ არის ისეთი ციფრი რომ გაზრდილია ან რამდენითაა შემცირებული ეს ჩვენ არ ვიცით მაგრამ თვითონ ეს ციფრი მოცემულობა არის შოკის მომგვრელი 670,000 კაციდან 670,000 არ შეიძლება იყოს დომილება, შეიძლება იყოს 10. ეს ჩვენ ხო ჩინეთი არა ვართ რომ აღიაროთ რომ 10 მილიონი გამოვაყო ფაქტის წინაშე, როდესაც დადგები, აღქმა არის სულ სხვა. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ასე იქნება. ბატონო მიხეილ, ჩვენი დრო ამოიწურა, ცოტაც გადავაჭარბეთ, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ თემად რომელიც დრო ამოიწურა. არა, ამ გადაცემის რა თქმა უნდა, ჩვენთვის რაც ამოიწურება, იმიტომ ჩვენ მართალი ხალხი ვართ და კრები თავის გასა პოვიან და ბევრმა ეპოვა კიდევაც ახლა აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ჩვენთან პრობა არავის არ გამოადგება. ბატონო მიხეილ, უღმესი მადლობა ჩემი ძვირფასი ტელემაყურებლების სახელით თქვენ და იმით ვამთავრებთ საუბარს, რომ უცილობლივ ჩემი პირობა თქვენთვის ნათელი აბსოლუტურად, მე ამას ტელევიზიის ხელმძღვანელობის სახელითაც გეუბნებით, კვლევებს, რომელსაც თქვენი ასოციაცია ამ კუთხით და საქმიანობას წარმართავს, ჩვენ მის უზრუნველყოფაზე, საინფორმაციო უზრუნველყოფაზე ვიზრუნებთ იმ შედეგებით, რაც ამ შემთხვევაში ჩვენს ტელევიზიას აქვს თლიანად, იმიტომ სხვა პროგრამებიც არის აქ, რომელსაც გადაკვეთა არის ამ საკითხებზე, ჩემი პროგრამა თავისთავად მზად იქნება, ამაში დაგეხმაროთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ და დავიმშვიდობოთ ჩვენი მადლობა, კარგად გზავნებოდეთ. იმედიანი მომავლით. ყველაფერი კარგად იქნება, ძვირფასება, ყველაფერი